მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. იმდენი ვიძახე, ცხელა თქო, ისრაელში როგორც იქნა აცივდა და აი ესეთი დილა გაგვითენდა დღეს. ძალიან ბევრი საქმე მაქვს და გარეთ ვარ გასასვლელი და რა ხდება? როგორ გავიდე ახლა ამ წვიმაში? არა და დროში ვარ შეზღუდული. ამიტომ უნდა გავიდე აუცილებლად. სხვათა შორის ეს ვლოგი ახალი წლების მერე დაიდება და აბა რა ქეით როგორ აღნიშნეთ ახალი წელი როგორი დრო გაატარეთ მეგობრებთან ოჯახის წევრებთან ერთად გავდივარ უმუშევრობის აღრიცხვაზე მერე მივდივარ ხულონში ჩემებთან ჯერ უნდა ავიღო ჩემი ძმის რაღაც ამანათი მერე უნდა წავიდე ჩემებთან სახლში, იმიტომ რომ დღეს ჩემი ძმა მიფრინავს საქართველოში და ამიტომ დროში ვარ ძალიან შეზღუდული და იმედია რომ ჩემი ძმას არ დავაგვიანებ აეროპორტში. თან წვიმაა და ისრაელში როცა წვიმს ეს ნიშნავს რომ ქვეყანა იქცევა. საცობები ყველაფერი ინგრევა, იშლება. საერთოდ აი სულ წვიმაა ისრაელში ზამთარში. მაგრამ ეს ქვეყანა არასდროს არ არის მზად წვიმისთვის, ისე როგორც საჭიროა. ისრაელში ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი როცა წვიმს ეს არის აი ქვეყნის დასასრული აქაურებისთვის. ომი როცა ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება, ყველგან მიდის, დადის, მაგრამ აი როცა წვიმს შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა გადადონ და შეიძლება სახლიდანაც არ გავიდნენ. მოვეწყე უკვე ჩემს კურთუქში, ისე თბილად ვარ. Კაი ყოფილა თბილად ჩაცმა ზამთარში. რას ვიყინებოდი აქამდე არ ვიცი. ცოტა გადაუღია წვიმას. ისე ძალიან აღარ წვიმს. როგორ ყველაფერი გალამაზდება ხოლმე და გამწვანდება წვიმის დროს. ერთ მაღაზიაში შემოვედი. ფეხსაცმელს ვეძებ ზოგადად, მაგრამ ვერ ვნახე ვერაფერი, მაგრამ რაღაცა კარგი ქურთუკები, აი ეს მომეწონა. ძალიან აი ეს ძალიან ლამაზი ფერია და ძალიან მოდულია. ყავისფერია ხა ვიდეოში ძალიან ცუდად ჩანს, მაგრამ ძალიან ლამაზია, თან ეს ჯიბეები რო აქვს, თხელი დუტის ქურთუკი. ძალიან კაია. ეს ღირს რამდენი? 400 შეკელი. და ზოგადად ამ მაღაზიაში რაღაცა კაი რაღაცები აქვს ხოლმე ხანდახან რა რაღაცას იპოვი. უცბად შემოვირბინე ამ სავაჭრო ცენტრში, იმიტომ რომ ახლოს არის იმ ადგილთან, სადაც აღრიცხვას ვაკეთებ ხოლმე. კიდე რა არის საინტერესო? ეს წვანე ბანტებით არის არ გამოგვადგება. ეს რა ლამაზია, ძალიან მომწონს. ხო მოდაშია ახლა ესეთები. აგები შინშილა სამძიმეა კიდე რეები გვაქვს ტყავი 20%-იანი ფასტა კლება აბა აქაც გადავხედოთ კაი ჯინსია, თხელი, მაგრამ მარტო XL-ებია დარჩენილი. მე ძალიან მიყვარს პერანგები. რა კარგი ველვეტის შარვალია. მაგრამ
თხელია ძალიან. ეს რა ღირს? 300 შეკელი. აბრეშუმის ქვედაბოლო. სპორტული სამოსში სულ ყველგან. თეთრი ჯემპრი მინდა ძალიან. სხვათა შორის ეს კაი შარვალია. შვენიერი ტყავის შარვალი. ექსტრა სვალია, დარჩენილი და ექსტრა ლარჯი. ეს ძალიან პატარაა. ყველაფერზე 20%-იანი ფასაკლებაა. ცუდი არ არის. უი, კაია. ძაფრია, ცოტა. არა, ძალიან კაი, თამუნასაც მოეწონა ეს. აქ ორი სინა აღონ ერთად დაიცო. ისევ და ისევ შუქი არ გვაქვს გივა ტაიმში. არ ვიცი რატო დაბრუნდა, რატო გადაგვიწყვიტეს ეს 90-იანი წლების დაბრუნება მართლა არ მესმის. ნენელა ვემზადები რომ გავიდე. მივდივარ დედასთან სტუმრად. მე მეუღლეც არ არის სახლში, სამსახურშია, მე გადის თავის მეგობრებს უნდა შეხვდეს და მთელი დღე მარტო სახლში და უშუქობაში ცოტა არ მინდა ყოფნა და გადავწყვიტე რომ დედასთან გავისერინო და თან შევირბენ Adidasის outlet-ში და თქვენს დაგათვალიერებინებთ რა. დიდი ხანია არ ყოფილვარ. დიდად კი არ მიყვარს ეს შოპინგის ვლოგები და რაღაცები, მაგრამ მე მგონი ამ კვირაში ისე დაემთხვა, რომ სულ მაღაზიებში დავდივარ. თან სიმართლე რომ გითხრათ, რომ რამის ყიდვა მინდა, მოგატყუებთ. ამ კვირაში კიდე ორის ჩემი მეუღლის მშობლებიც ჩამოდიან და იმათთან ერთადაც გვინდა რომ ახალ შოპინგ ცენტრში წავიდეთ, რომელიც გაიხსნა, დიდი ხნის წინ გაიხსნა, მაგრამ მე არ ყოფილვარ ჯერ და ძალიან მაინტერესებს, ამბობენ რომ ძალიან კაიაო, ყველაფერიაო. ოღონდ ეს არის გარეთ არის, ანუ შენობაში არ არის, outlet-ი რასაც ქვია. ფაქტობრივად ეგ არის. ზედაფილზე მინდოდა რომ მეთქვა ეს ხო შევიძინე. ერთი-ორი კვირის წინ, ან ერთი კვირის წინ აღარც მახსოვს, ძალიან კარგია, მომწონს სახის დასაბანად, ძალიან ის არის, ძალიან სასიამოვნოა. და სახესაც არ აშრობს საერთოდ დაბანის შემდეგ, მაგრამ აი რო გითხრათ რომ მაკიაჟს კარგად აშორებს, მოგატყუებთ ნამდვილად. დილით სახის დასაბანად, როცა სუფთა გაქვს სახე, ძალიან კარგია, მაგრამ აი ღამით, როცა მაკიაჟის ჩამობანა გინდა, ცოტა უკვე ვერ აშორებს მაკიაჟს, ისე როგორც სიტყვაზე ბიოდერმას დასაბანი გელი სახისა, რომელიც აი სულ მაცილებს, რაც კი რამე მაკიაჟი მაქვს ხოლმე. და ალბათ ამას რო გამოვცლი, მაგას შევიძენ ისევ და ისევ. ახალი რა ხდება ჩემსკენ? არაფერი. სამსახურის ძიებაში ვარ ისევ და ისევ. იმედია რაღაცა გამოჩნდება. ნუ ეხა ახალი წლის პერიოდი ისეთია, რომ მაინც და მაინც არ არის ხოლმე ვაკანსიები. ამას წინათ კი ვიყავი გასაუბრებაზე ერთ ძალიან ცნობილ კომპანიაში, ანუ ვიცი რომ სულ ესე მომფრო, ძალიან ცნობილ კომპანიაში და შემდეგ არ მინდა ხოლმე რომ დავასახელო, იმიტომ რომ ხანდახან ისეთ რაღაცას ვიტყვი, რომ შეიძლება არ ესიამოვნოთ, ანუ იმიჯი არ მინდა რომ გავუფუჭო, ასე ვთქვათ, ამ კომპანიას. პრინციპში გასაფუჭებელიც ხა არაფერი არ არის. ძალიან დიდი კამპუსი გქონდათ, ჩემგან ცოტა შორი იყო სხვა ქალაქში, ჰერცელიაში. და რომ მივედი ხოს ჯერ დავიკარგე 1000 შესასვლელი ქონდათ და ვერ გავიგე საიდან უნდა შევსულიყავი, მაგრამ კიდე კარგი რომ ადრე წავედი. ჯერ ხო გავოცდი, ანუ კი მსმენია რომ არის ესეთი ოფისები და კამპუსები, სიტყვაზე რაღაცა გრანდიოზული და შეფი რო ყავთ საკუთარი და რაღაცა ისეთ ასი გიჟეები, მაგრამ
საკუთარი თვალით რო ვნახე, ანუ ძალიან გავოცდი. მე ჩემ მეგობრებსაც მივწერე და ჩემ ქმარსაც მივწერე, რომ მეთქი შეხედე თქო, ანუ როგორც კი შევედი, უზარმაზარი ყავის ყავახანა ქონდათ, ასე ვთქვათ, ანუ ბარისტები ჩვეულებრივად ერთი გოგო და ერთი ბიჭი მუშაობდნენ, ყავას აკეთებდნენ, ქონდათ ასევე მაღაზია თვითონ ოფისში, კემპუსში. საახალწლო იყო, ეხლა მე მგონი თუ სწორად მახსოვს, ძალიან ვინანე რო არ გადავიღე, მაგრამ რაღაცნაირად მომერიდა, მით უმეტეს ეხლა გასაუბრებაზე ვიყავი მისული და მეთქი არ იფიქრონ, რომ ეს ვინ არის, საიდან მოვიდა. ნუ ძალიან მომეწონა კემპუსი თვითონ რაღაცა საოცრება, მაგრამ რაც შეეხება თვითონ კომპანიას და როლს. კომპანია ძალიან მომეწონა და ძალიან მომწონს ზოგადად, რასაც საქმიანობენ. რაც შეეხება თვითონ როლს, მივხვდი, რომ საჩემო არის ესეთი გათვალისწინებული, მე მგონი დამწყებებისთვის, ვინც მხოლოდ ეხლა ხვდება ჰაი-ტექ კომპანიაში და მე ხა 5 წლიანი მეტი 5 წელნახევრიანი გამოცდილება მაქვს მით უმეტეს ამ სფეროში და ნამდვილად არ მინდოდა რომ რაღაცა უკან დაბრუნებულიყავი და გამეკეთებინა ის, რასაც სიტყვაზე დასაწყისში, ვაიბერში დასაწყისში ვაკეთებდი. ამიტომ კითხვების მიხედვით, რაც დამისვეს, მივხვდი, რომ სწორედ ასეთი როლი იყო და ვიფიქრე, რომ მეთქი სულად რომ დამირეკო და მითხრან, რომ გადახვედი ბოლო მეოთხე ეტაპზე. ალბათ უარს ვეტყოდი. ნუ ნამდვილად ის საბჭება დამჩა, რომ ისინიც არ ეძებდნენ ჩემნაირ კადრს, უფრო დამწყები უნდოდათ და მეც მივხვდი, რომ რაღაცა უფრო სხვა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მეტი პასუხისმგებლობიანი სამსახური მინდა, უფრო მეტი მოვალეობებით, უფრო მეტი ფუნქციებით. აი ძალიან რობოტული სამსახური იყო, იწყებოდა სმენა 8 საათზე, ანუ არც ერთი წამი არ შეიძლება რომ დაგეგვიანა. მთელი დღე იგეგმებოდა, ანუ არა ისე როგორც შენ გინდა სიტყვაზე, აი ჯერ ამას გავაკეთებ, მე ამას გავაკეთებ, მე იმას გავაკეთებ, ანუ სხვები ადგენენ შენი დღის გეგმას, სხვები რა ეხა, ანუ team lead-ები, ვინც იყვნენ, ჯგუფის უფროსები, ამ დეპარტამენტის უფროსები, ლანჩზე სხვათა შორის ვერ გახვიდოდი იმ დროს, როცა შენ გინდა, მაგასაც ფაქტობრივად ეგენი გეუბნებოდნენ, რომ აი ამ დროს უნდა გახვიდე, შეგიძლია გახვიდე ლანჩზე, ქონდათ უზარმაზარი რესტორანი თვითონ ამ კემპუსში, ანუ ფაქტობრივად ლანჩზე გასვლაც კი აღარ დაგჭირდებოდა, არსად გარეთაც კი, საერთოდ არც გამოძახება სავარაუდოდ საჭმენის, არც საჭმის ტარება რასაკვირველია. ნუ ისრაელში, როგორც წესი, კომპანიები ზრუნავენ თავიანთ თანამშრომლებზე, ეს აღნიშნე ერთ-ერთ ჩემს წინა ვლოგში, გჩუქნიან ესეთ ბარათს. როგორც ვთქვათ, ვოლტიდან სიტყვაზე არის მან რაღაცა გარკვეული თანხა დარიცხული და მთელი თვის განმავლობაში შეგიძლია იმისანაცვლოდ რომ საჭმელი და ლანჩი ატაროს სამსახურში, ნუ ამ ბარათს გამოიყენებ და სამსახურის ირგვლივ რაც ობიექტებია კვების, ყველგან შეგიძლია გამოიყენო, გამოიძახებ კიდეც და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაში ამათ ჰქონდა თავიანთი რესტორანი და მე რო წავიკითხე, ეწერა რომ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ებრაელი შეფის შედგენილი იყო მათი მენიუ და ძალიან აი გავგიჟდი, გადავირიე. მიუხედავად იმისა, რომ აი ამდენი უპირატესობა ჰქონდა ამ კომპანიას, აი ვერანაირად ვერ დავთანხმდებოდი იმ როლზე, რაც ვიცი, რომ უკან დამაბრუნებს პროფესიულად, იმიტომ რომ მარტო ანუ აი ეს უპირატესობები, რასაც კომპანია გთავაზობს, არ არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. მირჩევნია, რომ აი ესე ვის ბარათი მქონდეს სიტყვაზე, კვების ობიექტების, რაღაცა, ვოლტის სიტყვაზე, ვიდრე ესეთი რესტორანი, ესეთი ფუფუნებაში ვიყო, მაგრამ ფაქტობრივად ვერც კი შევძლებდი ჩემს გემოზე გამოყენებას, თუ ეხა სხვები გიდგენენ დღის განრიგს, ცოტა ძნელია, რომ თქვათ, ეხა იმ ყავაზეც თუ ვერ ჩავედი, რაში მჭირდება ეგეთი ოფისი, ხო? ასე რომ, როგორც კი გამოვედი გასაუბრებიდან, დაახლოებით საათი და 20 წუთი გაგრძელდა ეს მესამე გასაუბრება გუნდის უფროსებთან და მივხვდი, რომ მართლა არ იყო საჩემო და არ უნდა დავთანხმებულიყავი. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ უკვე მესამე თვეა უმუშევარი ვარ ფაქტობრივად.
და წესით ჩემი პრიორიტეტი ნამდვილად უნდა იყოს სამსახურის დაწყება, მაგრამ ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ დათანხმდები იმაზე ნაკლებზე, რაც ჩემი აზრით მეკუთვნის. ეს აზრები ისე არ გამიჩნდა, Viber-ში რომ დავიწყე მუშაობა, იქაც საკმაოდ ნოლიდან დავიწყე იმის ფონზე, რომ მქონდა რაღაც გარკვეული გამოცდილება ისრაელში დაგროვილი მანამდე და მაგის შემდეგ უკვე გადაწყვეტილება მივიღე, რომ მეთქი ნოლიდან ბაზიდან აღარ დავიწყებ თქო და ჯერჯერობით ვასრულებ ჩემს დანაპირებს საკუთარ თავთან, მირჩენია რომ კიდე ცოტა ხანი მოვიცადო. მადლობა ღმერთს, რომ ფინანსური მდგომარეობა ამაში მიწყობს ხელს, თორე სხვანაირად ვიფიქრებდი, ნამდვილად, ესე არ ვიფიქრებდი, რასაკვირველია. გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი კიდე მოვიცადო და დაველოდო იმ როლს, რაც მე ვფიქრობ, რომ ეკუთვნის მართლა და ვიმსახურებ, ასე ვთქვათ. ცოტა ხომაღალი ნამთქოვია, ვიმსახურებ მესმის, მაგრამ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ვფიქრობდი, რომ მეთქი დავიწყებ სიტყვაზე მანდ მუშაობას, მაგრამ შევეცდები, რომ რამდენიმე წელიწადში, 1-2 წელიწადში სხვა როლზე გადავიდე თქო, მაგრამ როგორც გავიგე ის უფროსებისგან, არც თუ ისე მარტივია ამ კომპანიაში დაწინაურება. სიტყვაზე მე რო ვფიქრობდი, რომ 1-2 წელიწადში მითხრეს, რომ 5 წელიწადი მაინც შეიძლება დაგჭირდესო და 5 წელიწადი ერთი და იგივე აი ამ რობოტულ როლზე ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი. ხალისით დამეკარგებოდა მალე ძალიან. და სავარაუდოდ უფრო წამოვიდოდი რამდენიმე წელში და ისევ თავიდან უნდა დავიწყო მე სამსახურის ძებნა და ეს ყველაფერი. არ არის მარტივი პროცესი ემოციურად და ფაქტია, რომ აი ამდენი ხანია სამსახურს ვეძებ და ჯერ ვერ ვიპოვე. ამიტომ მინდა რომ რაღაც ისეთი დავიწყო, ერთი და კარგი, სადაც დიდი ხანი გავჩერდები. შეიძლება ვწდები, არ ვიცი და ჩემი პრიორიტეტი მართლაც ნებისმიერ სამსახურზე დათანხმება უნდა იყოს, მაგრამ არა, მარტო ჩემი ფიქრებიც ისეთია, რომ მარტო ისინი კი არ მარჩევენ, მეც ხომ აქვს შესაძლებლობა რომ ავირჩიო ის, რაც ჩემთვის უკეთესია, ხო? ამიტომ ესე გადავწყვიტე მოკლედ. აბა ეს ვცადოთ, ეს ტუჩსაცხი დიდი ხანია არ წამისია. კაია, ზანთან მოუხდება. ფავორიტი ტუჩსაცხი არის გლოსი, არის ესენსის. ნახეთ ახლა უბრალოდ გადავისმევ ამაზე და ისე აპრიალებს, აი ხო ხედავთ განსხვავებას ამ ორ შორის. საოცრებაა მართლა. დანიშნულად ვხმარობ, მაგრამ საოცარი ეფექტია შეხედეთ. მაგარია ძალიან. უცბად ჩავიცვამ, ცივა საკმაოდ სხვათა შორის ისრაელში. და თბილად ჩავიფუთნები. კარგად თბილად სხვათა შორის. მოვედი და ამასობაში ძალიან კარგი ამინდი გამოვიდა. აი ესეთი ადგილია, ბევრი მაღაზიებია სხვათა შორის. სუპერიც არის. დიდი, ბევრი ხალხი არ იქნება თქო და შეხედეთ რამდენი ხალხია. აქ არ არის სოფთხო სიარული. ამ მაღაზიაში რამილევიში არის ძალიან ბევრი უგლუტენო პროდუქტები და აუცილებლად შევირბენ მერე. ძალიან ბევრი ხალხი არ და 12 საათია რა ვქნა. არ მუშაობს ეს ხალხი თუ რა ხდება. ჩვენ მივდივართ Adidas-ში. და აი ესეც Adidas-ის აუთლეტი. როგორი ფერადია. ურჩი მიყვარს. და თავისი ზედაც აქვს. თამამაზია, ვარ აღირს. 159 შეკელი ღირს, 160. შეიძლება კიდე აკლდება 30%-ით, არ ვიცი. შარვალი ღირს 140 შეკელი. ის რაღაცები უფრო კარგია ხოლმე. ეს
ღირს 100 შეკელი. მოდური მაისურები, მოდური ფერი უფრო სწორად. ეს მომეწონა. ესეც ბიჭისა შავია და უკან ესე აწერია. ცოტა დიდად ძალიან, მაგრამ კაი თბილია. ჩაღუნღულებული იქნები ადამიანი. ეს რა ღირს? 200 შეკელი. ძალიან კაი შარვალია. ძალიან კარგია. სწორი დოდით. მოდი კეტებით დავათვალიერლოთ, რახან აქვართ ბარემ. ლამაზია ძალიან ცისფერი, ძალიან მომწონს. ნეტა რა ღირს? აი, წერი 250 შეკელი. ძალიან კაია. აუ, ძალიან კაი, ხარ ვიყიდო. მგონი ეს არის ჩემი ზომა 38. ძალიან ლამაზია. ჯინსებს როგორ მოუხდება. წავიდია ბაწავაც უმცულო. გასასინჯად. ცოტა დიდი მაქვს ნახევარი ზომით, იქნებ პატარა ვნახო, ნახევარი ზომით. როგორებია, აბა ვნახოთ, ამბები. ძალიან სპორტულებია. არა, ისრაელში ძალიან ხელმისაწვდომია ესეთი ბრენდები. სპორტული. ზოხართ ჩემი ზომა არ გქონდათ ფეხსაცმელი, ამიტომ გამოვედი ხელსარიელი ჩემთვის, მაგრამ ჩემ მეუღლეს ვუყრიდე წინდები. ჰიპოვე გლუტენო რაღაცეები, ნახოთ აბა ეს რა არის, გრისინი, არ მინდა. ბისკვიტები. შოკოლადები, აქ ძალიან ბევრი რაღაცა. კრეკერები. ეს არის პურის ფქვილი, პურის მიქსი. ამას აქებენ კიდე ძალიან. ეს არის ფქვილი. და ეს ფქვილი აუცილებლად უნდა ვიყიდო. ძალიან კაია. ამას ვიყიდი, თან 1 კილოა და 30 შეკელი ღირს. ესეც ძალიან კაია, ამასაც ვიყიდი. შვრია. პურიც არის. პასტებით. აი, ნიშ პოოდ. პიცის ბაზა. მე მგონი მეტი არაფერი არ არის უგლუტენო. რაღაცებს ვიყიდი წავა. სწორედ ამას გულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ისრაელი წვიმისთვის არასდროს არ არის მზად თქო. ეხლა ცოტა გაიწმინდა იქით. მაღაზიაში წასვლა მინდა და როგორ გადავიდე ამ მდინარეში? წავა. ხარაგდა. და ეს კიდე რა არის? სხვა ქალაქებში უნდა ნახოთ რა იქნება. პირველად ხედავ 3 წელი აქვს ცხოვრობ და პირველად ხედავ ესეთ რაღაცას. აი აქ ძალიან წვიმდა, ძალიან თავსხმა წვიმა იყო, რასაც ქვია. ეხლა ცოტა აი всё გაიწმინდა ნენელა. გოზინაყი მოვამზადეთ დღეს პირველად გავაკეთე სხვათა შორის. არ ვიცი რა გამომივიდა. სახეზე გავს, მაგრამ გემოზე არ ვიცი ჯერ. სურნელი კი დგას რაღაც საოცარი თაფლის. ნახოთ აბა საღამოს გავსინჯავთ. მე და ჩემი მეუღლე. ივალები.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალ 2026 წელს. გისურვებთ ბედნიერ დღეებს და წელს. მე და ჩემმა მეუღლემ კი აი ესე 7 გარემოში აღნიშნეთ ახალი წელი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის ბედობა 2 იანვარი, გილოცავთ ყველას ბედობას, სულ კარგი ამბები დაგებედოთ ამ წელს და არა მარტო ამ წელს, ჩემი დედამთილი და მამამთილი მოდიან ჩვენთან სტუმრად და გავისეირნებთ ახალ შოპინგ ცენტრში, შოპინგ მოლში, ასე ვთქვათ. აუთლეტია, სულ გარეთ არის, ბევრი მაღაზიები, მე არ ყოფილვარ ჯერ. ჩემი დედამთილი უკვე იყო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, არც ჩემი მეუღლე არ არის ნამყოფი და გავისეირნებთ კარგი ამბები დაგვებედოს ჩვენს, გამო რომ მთელი ამ კვირის განმავლობაში ხან რომ მაღაზიაში ვიყავი, ხან რომ მაღაზიაში და ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი რო არ გამოვიდეს ამ კვირის ვლოგი, რომ ვივალთ ადგილზე გლილოჩი ამ შოპინგ ცენტრში, შოპინგ მოლში, აუცილებლად მოგიყვებით 1-2 სიტყვით ისრაელში მოდაზე, როგორი მოდა, რა სტილია და ასე შემდეგ. რა ჩავიცვი, ესეთი ღუნღულა ჯემპრი, ესეთი ხაკისფერი შარვალი და ჩემი საყვარელი შუზები. სამწუხაროდ, სხვა შესაძლებლობა არ მომეცა, რომ თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი გოზინაყი გამოვიდა ძალიან გემრიელი, ჩემი მეუღლესაც ძალიან მოეწონა, ნუ იმის ფონზე რომ პირველად გავაკეთე და აი დღეს პირველად ჩემმა დედამთილმა და მამამთილმა გასინჯეს გოზინაყი და ძალიან მოეწონათ. გავეშურეთ შოპინგ ცენტრისკენ, გზაში დაახლოებით 20-30 წუთი დაგვჭირდა. მოდით ვისაუბროთ მოდაზე და სტილზე ისრაელში. დავიწყებ იმით, რომ ძალიან გამიჭირდა ისრაელის მოდასთან შეგუება. ძალიან კარგად მახსოვს, პირველად როცა ჩამოვედი დეკემბერში, მეცვა შავი გრძელი ქვედაბოლო და გრძელმკლავიანი შავი მაისური. და ჩემმა ახლობლებმა მომცეს შენიშვნა, თუ როგორ რელიგიურად გამოვიყურებოდი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ არ ჩამიცვამს გრძელი ქვედაბოლო ძალიან ბევრი წელი. ისრაელის ჩაცმის სტილი საერთოდ არ გავს საქართველოს ჩაცმის სტილს. ისრაელი ზოგადად კონტრასტების ქვეყანაა და ეს რა თქმა უნდა ჩაცმის სტილზეც აისახება. ძალიან მოკრძალებულად იცვამენ, ან პირიქით ძალიან თავისუფლად შუალედურს იშვიათად შეხვდებით. ერთ მხარეს არიან მორწმუნე ადამიანები, ვისთვისაც ჩაცმა რწმენის ნაწილია. გრძელი კამები, დახურული მკლავები, დაფარული თმა, მამაკაცები შავ კოსტუმებს, თეთრპერანგებს და ქუდებს. ყველაფერი გათვლილია მოკრძალებაზე და წესებზე. ეს სტილი შემთხვევით არ გაჩნდა, ის საუკუნეების ტრადიციას ეყრდნობა და რელიგიურ კანონებთან არის დაკავშირებული. მეორე მხარეს კი ისრაელის სრულიად სხვა სახეა, თავისუფალი, ხანდახან ძალიან თამამიც კი. ალბათ ჩაცმის სტილზე კლიმატმაც იქონია გავლენა, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ისრაელში 9 თვე ძალიან ცხელა, შესაბამისი სამოსი, შორტები, მაისურები, ღია ფეხსაცმელი და ისეთი სტილი, რომელიც სხვაგან შეიძლება ზედმეტად გახსნილად ჩაითვალოს, აქ სრულიად ნორმალურია. საქართველოში ჩაცმა უფრო გამოხატვის საშუალება, აქ კი ხშირად პრაქტიკული გადაწყვეტილება. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მოდა აქ საკმაოდ შეიცვალა, განსაკუთრებით თელ-ავივში, უფრო მოდური, უფრო საერთაშორისო გახდა, მაგრამ მაინც ერთ რამეს უნდა გაუსვა ხაზი და ეს არის სპორტული სტილი. ისრაელში ძალიან უყვართ სპორტული, მაგრამ ყოველდღიური სამოსი, ლეგინსები, სპორტული ტოპები, კედები და ამიტომ ბრენდები როგორიცაა სიტყვაზე Lululemon, Alo Yoga და სხვა მსგავსი აქ ძალიან პოპულარულია. ადამიანები ასე მიდიან კაფეში, სამსახურში, შოპინგზე და ზოგჯერ შეხვედრებზეც კი. ეს სტილი ზუსტად ასახავს ისრაელის ცხოვრების რიტმს. სწრაფი, დინამიკური, არაფორმალური. ჰაიტექშიც კი, რომელიც ისრაელში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამსახურად ითვლება, ჩაცმის სტილი თითქმის არასოდეს არის ოფიციალური, კოსტიუმები იშვიათია, ქუსლები თითქმის არ არსებობს და დრეს-კოდი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, ჩაიცვი ისე, რომ მუშაობაში ხელი არ შეგეშალოს. აქ ძალიან ხშირად ნახავ ჯინსებს, მაისურებს, ჰუდებს, სპორტულ ფეხსაცმელს და ზურგჩანთას. იერარქია ნაკლებად იგრძნობა. ჰაიტეკის ოფისში ვერც კი გაარჩევ ერთმანეთისგან მენეჯერს და ჯუნიორს. ეს ბევრისთვის შოკია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მოდის ქვეყნებიდან ჩამოდის, სადაც სამსახურში ჩაცმა სტატუსის ნაწილია. ამ ყველაფერს რომ ისმენთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ისრაელში ადამიანები უბრალოდ არიპრანჭებიან, მაგრამ საკმარისია საქმე ქორწილზე მიდგეს. ქორწილში ყველაფერი იცვლება. ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად სპორტულად დადიან ჰუდებში, კედებში და მინიმალისტური მაკიაჟით, ქორწილში სრულიად სხვა სახეს იღებენ. შეიძლება ვერც კი იცნოთ. და ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, საქართველოში ბევრად უფრო სადად იცვამენ ქორწილში. რაც შეეხება ჩემს სტილს, ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ მე არც ქართულად მაცვია და არც ისრაელურად.
სადღაც შუაში ვარ, იმიტომ რომ საქართველოში რო ჩამოვდივარ, ესე მგონია ყველაზე სადად გამოვიყურები, ხოლო ისრაელში პირიქით ესე მგონია რომ ძალიან გადაბრანჯული ვარ. ამიტომ ძალიან მიჭირს ხოლმე ორივე ქვეყანაში ოქროს შუალედის დაჭერა. და დღევანდელი ჩემი ეს ლაქ-ლაქი, დაუსრულებელი ლაქ-ლაქი რო შევაჯამოთ და ჩემი დეიდაშვილი ხშირად ვსჯელობთ ხოლმე საქართველოსა და ისრაელის სტილზე და რა თქმა უნდა, ორივე ერთხმად ვთანხმდებით, რომ საერთოდ საქართველოს სტილის შედარება და მოდის შედარება აქაურთან სრულიად უსაფუძვლოა. არა, უსაფუძვლო არაკორექტულია. მოკლედ, ერთი სიტყვით რო ვთქვა, ერთიც და მეორეც კარგია, ორივეს თავისი ხიბლია. ნუ ზოგადად, ჩემი აზრით სტილი არ არის წესების კრებული, ის არჩევანია და როცა არჩევანი გაქვს, ეს ნამდვილად ფუფუნებაა. Could you play that song for me? It's my favorite song. ჩვენ კი მეგობრებო, გამოვედით შოპინგ ცენტრიდან. მე სამწუხაროდ ხელცარიელი, ისე როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არ ვიცი, ძალიან მიჭირს მაღაზიებში სამოსის არჩევა, მირჩევნია რატომაც ონლაინ შევარჩიო სამოსი. ამიტომ დღეს ჩავჯდები და იქნებ რამე ვიყიდო. ჩემო მეუღლე მიყიდა შარვალი და მაისური. ჩემო დედამჩილმაც რაღაცები შეიძინა, მე და მამამ მცირე ხელცარიელები გამოვედით. ჩემი ვლოგიც ამ კვირის დასასრულს მივუახლოვდა. არ დაგაგრძელეთ ჩემი არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ შაბათს.